გამარჯობათ. ამ ვიდეოში მე გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა გაყიდოთ ციფრული პროდუქტები Gumroad-ზე. თუ თქვენ ყიდით ელექტრონულ წიგნებს, შაბლონებს, კურსებს ან სხვა ციფრულ პროდუქტებს, ეს ვიდეო დაგეხმარებათ დაიწყოთ და გამოიმუშაოთ ფული ინტერნეტით. Gumroad არის ფანტასტიკური პლატფორმა, როგორც დამწყებებისთვის, ასევე გამოცდილი გამყიდველებისთვის. მისი სიმარტივის, მოქნილობისა და ჩაშენებული ხელსაწყოების გამო, რომლებიც აკმაყოფილებენ საჭიროებების ფართო სპექტრს. რატომ არის დამწყებებისთვის საუკეთესო? პირველი, მარტივია დაყენება. Gumroad-ს აქვს მარტივი ინტერფეისი, რაც აადვილებს ანგარიშის შექმნას, პროდუქტების ატვირთვას და დაუყოვნებლივ გაყიდვას. ტექნიკური უნარჩვევები არ არის საჭირო. მეორე, არ ჭირდება ფინანსები. თქვენ მხოლოდ მცირე გადასახადს იხდით გაყიდვისას, რაც მას რისკის გარშე ხდის დამწყებებთათვის, რომლებიც ახლახან იწყებენ. მესამე, all-in-one გამოსავალი. Gumroad ახორციელებს გადახდებს პროდუქტის მიწოდებას და მომხრობელთა კომუნიკაციას. მეოთხე, მოქნილი ფასების პარამეტრები. ეს საშუალებას გაძლევთ ექსპერიმენტები ჩაატაროთ ფასის მიხედვით, რაც გსურთ, ან ფიქსირებული ფასებით. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ის, რაც საუკეთესოდ მუშაობს თქვენი აუდიტორიისთვის. რატომ არის გამოცდილი გამყიდველებისთვის საუკეთესო? ფართო არჩევანი პროდუქტების ტიპებზე. გვაქვს ფართო არჩევანი ელექტრონული წიგნებითა და შაბლონებით დაწყებული კურსებით დამთავრებული. Gumroad მხარს უჭერს მრავალ ფორმატს. მოწინავე მარკეტინგის ინსტრუმენტები. Gumroad გთავაზობთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ელექტრონული პოსტის მარკეტინგი, ფასდაკლების კოდები და affiliate პროგრამები და დაეხმარონ გამოცდილ გამყიდველებს თავიანთი ბიზნესის მასშტაბირებაში. ანალიტიკის დაფა. თვალყური ადევნით გაყიდვების შესრულებას, მომხმარებელთა შეხედულებებს და ტრაფიკის წყაროებს თქვენი გაყიდვების სტრატეგიის ოპტიმიზაციისთვის. გლობალური მიღწევა. Gumroad გაძლევთ საშუალებას გაყიდოთ მსოფლიო აუდიტორიაზე და მიიღოთ გადახდის მრავალი მეთოდი, რაც გააადვილებს თქვენი ბიზნესის მასშტაბირებას საერთაშორისო დონეზე. მასშტაბურობა. მიუხედავად იმისა, ყიდით ერთ ელექტრონულ წიგნს თუ აწარმოებთ ფართომასშტაბიან ოპერაციას, Gumroad იზრდება თქვენთან ერთად და გთავაზობთ ფუნქციებს გამყიდველების მხარდასაჭერად ყველა ეტაპზე. ახლა კი მოდით გადავიდეთ Gumroad-ზე. შევდივართ Gumroad-ის საიტზე. როგორც ხედავთ, აქ სხვადასხვა სახის პროდუქტებია. ბრენდინგები, იკონები, ფონტები, ფილოსოფია, მუსიკები, სოფტვეარი, სასწავლო საგნები და ასე შემდეგ. დამგეგოვები ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ციფრული პროდუქტებია. როგორც ახლა აქ ხედავთ, ეს არის ერთ-ერთი. მოდით ახლა დავიწყოთ რეგისტრაცია. მოვაწვევით ჩვეულებრივ სტარტს, ვირჩევთ ჩვენთ სასურველს რეგისტრაციისთვის. აქ არის გადახდები payout-ებში, შედიხართ setting-ებში. აქ ამას ამოგინებთ მონიშნავთ სამივეს. მოწვევით save. აქ ვირჩევთ რამდენ ხანში ერთხელ გვინდა გატანა, თვეში ერთხელ, კვირაში თუ როგორ. მინიმალური გასატანი არის $10 და დავაკავშირებთ ჩვენს PayPal-ს, შევიყვანთ ჩვეულებრივ emails და გავივლით ვერიფიკაციას. ახლა ამას რო შეიყვანთ, უნდა დააჭიროთ update settings და შემდეგ დაგიწერთ ამას ლოგზე. აქ შეიყვანთ emails, ამოგინებთ ამათ დაკავშირებულია. პროფაილში აქ უკვე თქვენი username-ია, name-ში არის თქვენი ბიზნესის სახელი და ლოგოში უკვე თქვენი ლოგო. პროდუქტის ასატვირთად შეხვალთ პროდუქტებში. დააწვევთ new product. აირჩევთ digital product, სათაური. ჩავწერეთ სათაური. შემდეგ აქ შეგვიძლია მივუთითოთ ფასი. მოდ მივუთითებ
4.90. დავაწვევით next. აქ ჩავწერთ დახასიათებას. აქ შეგვიძლია ავტვირთოთ cover-ი. ესეც აიტვირთა. შემდეგ აქ ვუთითებთ, რომელიც გვინდა რომ გამოჩნდეს, ყიდვა, მინდა და ასე შემდეგ, რომელსაც გვინდა იმას ავარჩევთ, მე ამას ვიყენებ. აქ ახლა summary, შინაარსი, ანუ რას მიიღებენ, ესეც შევწერეთ. აი ეს ფუნქცია არის, შეგეძლიათ შესთავაზოთ რაღაც კონკრეტული ფასი და შეუძლია უფრო ნაკლებადაც იყიდოს. მაგალითად, მინიმალური თანხა, რადგან მინდა რომ გავყიდო, მინიმალური იყოს $3 და suggest amount. ანუ ფასი, რომელსაც შესთავაზებს. ფასს შევთავაზებ 4.99. ეს გამოჩნდება, მაგრამ შეიძლება $3-შიც იყიდონ. აქედან შეგეძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ვერსიები, თუ მაგალითად კურს ყიდით, რამდენიმე წიგნს ერთად ყიდით, basic-ი, სტანდარტი და პრემიუმი, მაგალითად basic-ში რა შევა, დაარქვეთ basic, ჩაწერთ რა შედის basic-ში, დააწერთ ფასს, მაგალითად 4.99. არ გვინდა. შემდეგი სტანდარტი. სტანდარტში რა შედის, ფამის ფასი და ასე შემდეგ. ესენი არ გვინდა. ეს არის პროდუქტის ლიმიტი, არ გვჭირდება. რაოდენობას არ გვჭირდება. ეს არის აჩვენებს მომხმარებელს რამდენი არის გაყიდული, ესეც არ გვჭირდება. ეს მხარე მზად არის, დავაწვევით save and continue. აქ კონტენტში უკვე ვტვირთავთ ჩვენს ფაილს. როგორც ხედავთ, აიტვირთვა, აქ შეგიძლიათ ტექსტი დაურთოთ, თუ არა და აწვევით publish and continue. აქედან შეგიძლიათ გააზიაროთ URL-ი და აკოპიროთ. კატეგორიები. ვინაიდან ჩვენებზე აქ ჩავწერთ ჩვენ შემთხვევაში აი არა ეს არ გვინდა. self improvement. აი ეს თაგები, საძიებო თაგები. პირველ რიგში რა თქმა უნდა. self improvement, self grow, self help. აბა habits თუ ამოვაგდებს რაიმეს. აი habits-იც ამოვაგდო. საკმარისია 4. ეს რეიტინგი არის 1-დან 5 ვარსკვლავამდე შეფასების. ემას მოვნიშნავთ თუ დასრული ადამიანებისთვის არის. ამ 18+ თუ არის უეჭვენ მოვნიშნეთ, არ დაგავიწყდეთ. Save changes. გადავიდეთ მოდით ლინკზე და ვნახოთ ჩვენი პროდუქტი. ასე გამოიყურება ჩვენი პროდუქტი. ეს ცოტა ცუდი ხარისხი გამოვიდა, ახლა ამხელა ფოტო რო არის, მაგრამ ჯობია უფრო კარგი ხარისხის ფოტოები გამოიყენოთ. აი როგორც ხედავთ 5+ minutით, მაგრამ 3-დან შემიძლია ვეიდო. I want this. სამუშაოდ და როგორც ხედავთ, ჩვეულებრივ შემიძლია გადახდა. Profile. აქედან შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი საიტის ფერები. მაგალითად, წითელი background-ი რო იყოს.
სტაფილოსფერი, ყვითელი. აქედან ტექსტები, შრიფტები, რომელიც კიდე დაირჩევთ. აქ ბაიო შეგიძლიათ დაუწეროთ. Highlight color. ეს არის აი ესენი. Highlight. სულ ეს არის. მადლობა ყურებისთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.